Dennis, thank you so much for your time. Georgian government has adopted. Denis, მადლობა დროის დათმობისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში არაერთი ახალი კანონი აამოქმედა. ბევრში კი ცვლილება შეიტანა და ბევრის შეცვლას სამომავლოდ გეგმავს. ზოგიერთ განცხადებაში თქვენ ამ ცვლილებებს დრაკონულ შეზღუდვებად აფასებდით. გითხარით, რატომ მიიჩნევთ ასე და რა არის ამ კანონების მიზანი? Yes, thank you. მადლობა მოწვევისთვის. იმის შერშევაც კი რთულია საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ მუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს. მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად ასე მოკლე დროში აკეთებს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, როგორც რაღაცას, რაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია. ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს თავდასხმის სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა, თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცეებს არეგულირებს, როგორც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას. ასობით დაკავებულ მოქალაქეთაგან ბევრი ამბობს, რომ ისინი უბრალოდ პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს და არა კანონდარღვევისთვის, რომ მათ დაკავებისას ან მის შემდეგ ცუდად მოეპყრნენ, სცემეს, ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საერთაშორისო ამნისტია ამბობს, რომ ეს უკვე ტენდენციაა. რა მიუთითებს თქვენთვის იმაზე, რომ ეს ერთი საერთო სურათის ნაწილია და დაკავებებს და დაკავებულებთან მოპყრობას საერთო მახასიათებლები აქვს. როდესაც ადამიანები ქუჩაში გადიან, მათ აქვთ უფლება იქ იყვნენ, ისაუბრონ. პოლიცია და ხელისუფლება ამას განსხვავებულად უდგება. ისინი თავისი შეხედულებით ასხვევებენ ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პროტესტს და როცა გადაწყვეტენ, რომ ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ, ამას ისე უდგებიან, როგორც უკანონო შეკრებას. ადამიანების დაკავება ასეთ გარემოებებში შერჩევითია. ეს კანონის და ადამიანის უფლებების არსის საწინააღმდეგოა. მაგრამ პოლიცია ამას მაინც აკეთებს და აკეთებს სისასტიკით. ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაგროვონ ქუჩებიდან და მათ უხეშად ექცევიან. მათ, ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამის ბრძანებებს გასცემს, პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება, ამას ვერ ვხედავთ. ამგვარად ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ტენდენციას. უპირველესად, ეს დაპატიმრებული ხალხი დემონსტრანტებს შორის შერჩევითადაა დაკავებული. არ არსებობს განსხვავება იმ ხალხს შორის, ვინც თუნდაც ძალადობდა, ან კანონს გადააბიჯა რამენაირად და ვინც იქ უბრალოდ ადგილზე იყო. მას შემდეგ, რაც პოლიცია აკავებს, მათ უხეშად ექცევიან. აპატიმრებენ მიხალთ პოლიციის განყოფილებებში და შემდეგ უარს ეუბნებიან ადვოკატებთან კონტაქტზე. შემდეგი პროცედურების, ძალიან ხშირად, სასამართლო პროცესები ძალიან სწრაფად ტარდება. როცა მოსამართლეები ისმენენ პოლიციელთა ჩვენებებს დაკავებულთა მხრიდან შესაძლო დანაშაულების შესახებ და იღებენ ამას როგორც დადასტურებულ ფაქტს. პარალელურად ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მტკიცებულებას, დოკუმენტს იმისა, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სცემს, მათ უხეშად ექცევა, მათ ცხოვრებას ურთულებს ბევრი სხვადასხვა გზით. იქნება ეს მათი დაკავება, საკვებზე უარის თქმა, აყვანის ადგილიდან შორს გათავისუფლება. ბევრი კი, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საერთოდაც საავადმყოფოში აღმოჩნდა და ეს ერთი შემთხვევა არაა. ათეულობით შემთხვევაც არაა. ძალიან საგულისხმო რიცხვებზეა საუბარი, რაც აჩვენებს, რომ ასე ექცევა პოლიცია დემონსტრანტებს. ბევრ ადამიანს აპატიმრებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული ხმა აქვთ. ამის გამო ეპყრობიან მათ ასე. ეს კი მიუთითებს, რომ ესაა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა იმისა, რომ დემონსტრანტებს, პროტესტის მონაწილეებს ასე გამორჩეულად უხეშად ძალადობრივად მოექცნენ. მათ კი, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ თავისი ქმედებებისთვის არ დაიჭებიან. პასუხისმგებლობის და დაუსჯელობის საკითხს ახსენებთ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ შესაძლო გადაცდომების თაობაზე ხელისუფლება გამოძიების ჩატარების პირობას დებდა, თუმცა არაფერი გვსმენია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი თუ სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთაგან ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარიყოს, თუნდაც ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც კადრებზე აღიბეჭდა და რომლებშიც აშკარა ფიზიკური ძალადობა ჩანდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნებოდა ეს თუ ჟურნალისტების. რას ნიშნავს ეს სამომავლოდ მშვიდობიანი პროტესტის პერსპექტივისთვის?
თუ ეს ერთი სიტყვით უნდა შემეფასებინა, ეს სიტყვა უკანონობა იქნებოდა. ეს გამოხატავს იმას, როგორ უდგება პოლიცია სიტუაციას. ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ხელისუფლება ახალისებს პოლიციას, რომ ასე მოიქცეს. მათ ვინც ქუჩებში ძალადობას ჩადიან, ფორმიანები იქნებიან ეს თუ როგორც უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ უფორმა მამაკაცები, რომლებიც მშვიდობიან თავყრილობებს ესხმიან თავს. იციან, რომ მათ ამის გაკეთება სრული დაუსჯელობით შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ, რომ სამართალი არასდროს აღსრულდება მათთვის, რომ ისინი არ აგებენ პასუხს იმაზე, რაც გააკეთეს. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ეს დანაშაულები არ მიეცეს დავიწყებას და ადამიანებმა, რომლებიც ამ დანაშაულებს ჩადიან, მათზე პასუხი აგონ. მაგრამ ახლა სამწუხაროდ ეს მართალია, ამ ძალადობის გამოძიება ხელისუფლებას აკისრია. ისინი თავად ჩადიან ამ დანაშაულს, ასე რომ ახლა სამართლიანობის იმედი მცირეა. მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება. ჩვენ ვხედავთ მათ, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებს უპირისპირდება და ერთ დღესაც მათ მოუწევთ იმაზე პასუხისმგება, რასაც აკეთებენ. ერთ-ერთ განცხადებაში ამბობდით, რომ ცალკე პრობლემაა სასამართლო სისტემაც, როდესაც ისედაც შერჩევითად დაკავებულ დემონსტრანტებს ნაჩქარევს სასამართლო პროცესებზე დიდ ჯარიმას და პატიმრობას უსჯიან. რას ნიშნავს ეს და რა საფრთხეს უქმნის ეს მშვიდობიანი პროტესტის მომავალს, თუ კი მოქალაქეებს მშვიდობიანი შეკრების უფლების გარდა, შემდეგ სამართლიან და გამჭვირვალე სამართლებრივ პროცედურებზეც არ მიუწვდებათ ხელი. არათუ არ მგონია, რომ ისინი სამართლიან სასამართლოს ვერ იღებენ, არამედ ვიცი რომ ასეა. სამართლიანი სასამართლო ბევრ ელემენტს მოიცავს. დაწყებული როცა ადამიანები შერჩევითად არიან დაკავებულნი, ადვოკატებთან დაკავშირებაზე უარს ეუბნებიან. სამართლიანი სასამართლოს უფლება უკვე ამ მომენტიდანაა გამქრალი. აქ კი ვხედავთ ნაჩქარევს ხდომებს ადმინისტრაციულ საქმეებზე, როცა ადამიანებს მკაცრ ჯარიმებს აკისრებენ სულ რამდენიმე წუთში. ამას ხვდენ მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელთა უსაფუძვლო მტკიცებების საფუძველზე. სათანადო მოსმენის ნაცვლად, სადაც ისინი თავის დაცვას შეძლებენ. დაეყრდნობიან ადვოკატებს და დაუმტკიცებენ სასამართლოს, რომ არაფერი ჩაუდენიათ, რისთვისაც მძიმე ჯარიმის და საპატიმრო ვადის წინაშე უნდა დადგნენ. ეს სისასტიკეა. და როცა საქმე სისხლის სამართლის პროცესებს ეხება, ყველაფერი კიდევ უფრო უარესადაა. ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ ბრალდებების სისასტიკეს, როდესაც იმის არსი, რაც მათ გააკეთეს, არ შეესაბამება იმას, რაშიც ბრალს სდებენ. ვხედავთ, როგორ ადვილად და უხეშად იყენებენ იმ ზომებს, როგორიცაა ხალხის გისოსებს მიღმა ჩასმა გამოძიების პერიოდში თუ სხვა. ეს ყველაფერი მათი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა. კვლავ ციხეში რჩება ჟურნალისტი და მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი. მაშინ, როდესაც ძალადობაში მხილებული სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. პარალელურად ისმის კრიტიკა მისი მისამართით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რას აჩვენებს ეს საქმე და ის თუ როგორ აწარმოებს მას ხელისუფლება? ეს იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ნამდვილად განზრახული აქვს ყველა საჩვენოს თუ რა სისასტიკეთ მოექცევა ნებისმიერ პროტესტს. ეს კომპლექსური საქმეა. ჩანაწერში, რასაც ვხედავთ, შეურაცხყოფაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კონტექსტსაც. რა ხდება? ჩვენ ვხედავთ, რა ადვილად აკავებენ ამ ადამიანს უპირველეს ყოვლისა არაფრის გამო, პოსტერის გაკვრისთვის. შემდეგ მას სვამენ გისოსებს მიღმა ძალიან ნაჩქარევი პროცესის შედეგად, როგორც საშიშ კრიმინალს. იმ გარემოებებში, როცა როგორც გვესმის და ვხედავთ სხვა დემონსტრანტების გამოცდილებით, ხალხს უფრო სერიოზული დანაშაულისთვის გამოძიების პერიოდში არ აკავებენ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მას მკაცრად უხეშად ექცევიან. პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებით, როგორც გზავნილს ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ ქუჩებში პროტესტს შეუერთდეს. გაზრდილი ჯარიმების სამიზნე გახდნენ ჟურნალისტებიც. მათ საავტომობილო გზის გადაკეტვაში ადანაშაულებენ მაშინ, როდესაც იქ მიმდინარე აქციებს აშუქებდნენ. მზია ამაღლობელის კრიტიკის ქართული დამოუკიდებელი მედია საშუალებების მიმართ ბრალდებების ფონზე. რას ნიშნავს მოვალეობის შესრულებისას აქციებზე მყოფი ჟურნალისტების დაჯარიმება? მაგრამ ცხადია, უეჭველია, რომ ჟურნალისტები ის ჯგუფია, რომლის საქმიანობასაც პოლიცია და ხელისუფლება საფრთხედ ხედავს იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ და ამიტომ თავს ესხმიან მათ. მიზანში იღებენ უფრო ხშირად ვიდრე სხვა ხალხს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ჟურნალისტების დაკავება თუ დაჯარიმება შერჩევითია. არავის უნდა მოეპყრონ ასე, მაგრამ ჟურნალისტები ნამდვილად ყველა შემთხვევაში არიან იდენტიფიცირებულნი და მიზანში ამოღებულნი. კონკრეტულად იმიტომ, რომ ისინი მოდიან კამერებით, მიკროფონებით და ამბებით, რომელთა გაზიარებასაც მთელი მსოფლიოსთვის ცდილობენ.